ჩვენ აქამდე ვლაპარაკობდით მინიატიურულ ფერწერასა და ლითონქანდაკებლობაზე. ეხლა გავეცნოთ რამდენიმე თავისებურ მონუმენტური პლასტიკის ქმნილებას. ეს გახლავთ მე-19 საუკუნეებით განსაზღვრული სტელა, ესეთი თავისუფლად ღია ცის ქვეშ აღმართული კომემორაციული ქვის სვეტი, თავისებური ფორმის სვეტი, შვედეთში. და როგორც ფიქრობენ, მკვლევარები, ხო აქ ხედავთ რამდენიმე იარუსად არის ბრძოლის სცენა გამოსახული და როგორც მკვლევარები ფიქრობენ, აქ არის ვიკინგების ერთ-ერთი გადმოცემული დედოფალ გუდრუნისა და მისი ძმების ისტორია. ძალიან საინტერესო, არც ისე მაღალი რელიეფია, ხედავთ დაფერილი ფონია, ესეთი სილუეტური, ძალიან მოძრავი, დინამიური ფიგურებია გადმოცემული, ესე იგი საერო ხელოვნების ესეთი საინტერესო ქმნილებაა. გავაგრძელოთ მონუმენტური პლასტიკის თავისუფლად მდგომი ამგვარი ძეგლების თემა და შევხედოთ, გავეცნოთ ირლანდიულ მონუმენტურ რელიეფებიან ჯვრებს, რომლებიც სამარხი ძეგლებია, თუ წინა შემთხვევაში ეს სტელა არის წმინდა საერო დანიშნულებისა, ეს არის უკვე ქრისტიანული სიუჟეტებით გამშვენიერებული მონუმენტური ჯვრები, რამდენიმე მეტრის სიმაღლის არის, ხედავთ თავისებური ფორმა აქვს ამ ჯვრებს, ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე, მიაქცეთ ყურადღება ჯვრის მკლავების თავისებურ ფორმას, ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე როგორც წესი გამოსახულია მაცხოვარი, ან მისი ჯვარცმა, ცალკეულ კადრებად არის დაყოფილი ჯვრის მკლავები და სახარების სცენებია გამოსახული. უნდა ითქვას, რომ ამგვარი მონუმენტური ქვაჯვარები მე-6-7 საუკუნის საქართველოში და ჩრდილოეთ სომხეთშიც იყო გავრცელებული. რამდენად ეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ამგვარი ფენომენი როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, ამგვარი საინტერესო და მნიშვნელოვანი მონუმენტური ძეგლების გენეზისის შესახებ ლაპარაკი ძალიან შორს წაგვიყვან და უბრალოდ გეტყვით, რომ ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ სწორედ აი კავკასიიდან წასული ბერები, წასული ტრადიცია დაინერგა მოგვიანებით მე-19 საუკუნით არის დათარიღებული როგორც წესი ეს ჯვრები, შეიძლება აი ბრიტანეთის კუნძულებზე, საკუთრივ ირლანდიაში დაინერგა ცოტა მოგვიანებით. ეხლა უნდა კაროლინგთა ხელოვნებას გავეცნოთ. ფრანკთა იმპერიის ხელოვნება მოიცავს მე-19 საუკუნეებს. საგულისხმოა, რომ კარლოს დიდი ძალიან საინტერესო ისტორიული ფიგურაა. მისი მოგეხსენებათ, მისი მიზანი იყო რომის იმპერიის დიდების აღდგენა, ამიტომ ის თავის პოლიტიკაში ძალიან ხშირად მიმართავდა კლასიკურ რომაულ კულტურას, მხატვრულ ტრადიციას და ვნახავთ, როგორ თავისებურად აისახა მისი ეს იდეოლოგია მის თანადროულ ხელოვნებაში. ამ პერიოდში გრძელდება სახარებების შემკობა, ხელნაწერი წიგნის ხელოვნების რამდენიმე ცენტრს გამოყოფენ, რამდენიმე სახელოსნო, აი ხედავთ, თქვენ აქ ჩამოთვლილია რეიმსის სკოლა, კარლოს დიდის სამეფო კარის სკოლა, კარლოს მელოტის სახელოსნო და ასე შემდეგ. კარლოს დიდი ძალიან აფასებდა კლასიკურ წიგნიერებას, კლასიკურ კულტურას. საფიქრებელია, რომ ეს მინიატიურული პატარა მცირე ზომის ბრინჯაოს ქანდაკება სწორედ კარლოს დიდს გადმოგცემს. აშკარაა, რომ არის მართველი, ხედავთ გვირგვინი, ესეთი პარადულ შესამოსელში მანტიაში მოსილი მხედარი, თუმცა ზოგიერთი ეჭვის ქვეშ აყენებს ამ ქანდაკების ამ პლასტიკური ფიგურის ვინაობას. მაგრამ სრულად ასაშვებია, რომ მართლაც ეს კარლოსი იყოს. მისი როგორც მხედრად გამოსახვა, ესეც რომაულ ტრადიციასთან აკავშირებს. გახსოვთ მარკუს ავრელიუსის ცხენოსანი ქანდაკება, ერთადერთი შემორჩენილი ცხენოსანი ქანდაკება, თუმცა აი ამგვარი მხედრები, იმპერატორები, ცხენზე ამხედრებული, ხშირად გამოისახებოდა რომაულ პლასტიკაში. კარლოს დიდის რეზიდენცია აახენში განსაკუთრებული ბრწყინვალებით გამოირჩეოდა. 805 წელს დასრულდა აახენის სამეფო სამლოცველოს მშენებლობა, ცენტრალური გუმბათური ტაძარია, ხედავთ პოლიქრომული ფილებით შემკული. ეს ნახოთ ერთ-ერთი ნაწილი კიდევ
საგულისხმოა, რომ ეს ნაგებობა არის შექმნილი რეპლიკაა რავენის სან-ვიტალეს ტაძრისა. ესეც სრულიად გასაგებია, რადგან ბიზანტიის ისტორიის ერთ-ერთი ბრწყინვალე ეპოქის ნაგებობა ადრიატიკის სანაპიროზე იტალიაში სწორედ ბიზანტიის დიდებას, მის გავლენას, მის ავტორიტეტს მოაგონებდა კარლოს და სწორედ ამიტომ პროტოტიპად მან აირჩია სწორედ სან-ვიტალეს ეს ტაძარი. შევხედოთ რამდენიმე ხელნაწერის მინიატიურას. გოდესკალკის სახარებაა, მერვე საუკუნის მიწურულს გადაწერილი. გოდესკალკი იყო კოლოფონი, მოგვითხრობს, რომ მისი გადამწერი ყოფილა გოდესკალკი, აახენის სამეფო სკრიპტორიუმში გადაწერილა, კარლოს დიდის შვილის პიპინის მონათვლის აღსანიშნად შექმნილა. ძოწით დაფერილი ძოწისფერი პერგამენტი, ოქრომელნით და ვერცხლის მელნით შესრულებული ტექსტით არის გამშვენიერებული. რამდენიმე მინიატიურა ამკობს ამ კოდექსს. ეხლა ერთ-ერთს თქვენ ხედავთ, მინიატიურებს მთელი გვერდი უჭირავს. ეს არის სიცოცხლის ხის სიმბოლური გამოსახულება. ამ ხელნაწერში არის ასევე 4 მახარებლის გამოსახულება და ქრისტე დიდებაში. მოდით ეხლა შევხედოთ. ეს სხვა სახარებიდან არის ილუსტრაცია ლორშის სახარებიდან, სწორედ ქრისტე დიდებაში. ხედავთ მედალიონში ჩაწერილი აღსაყდრებული მაცხოვარი მაკურთხებელი მარჯვენითა და გადაშლილი სახარებით. ეს მედალიონი იმავდროულად დიდებას მოგვაგონებს. ხედავთ აპოკალიფსური 4 თქვენთვის ცნობილი გამოსახულებაა, არწივი, ანგელოზი, ხარი და ლომი, ისევ ძოწის სახარებაა ხედავთ და დამეთანხმებით ალბათ, რომ საიუველირო ხელოვნების ნიმუში შესაძლოა ჰქონდა ამ ხელნაწერის ავტორს იმდენად გნებავთ ფერი, გნებავთ ორნამენტის ხასიათი მოგვაგონებს ოქროს ნაკეთობებს. აქეთა გვერდზე თქვენ ხედავთ კოდექს აურეუსიდან კამარებს. ესეც ცხადია ბიზანტიურ ტრადიციას გააცოცხლებს. მიაქციეთ ყურადღება, როგორ საინტერესოდ არის მარმარილოს სვეტები, კაპიტელებიანი სვეტები, მათზე გადასროლილი თაღებით, აი ამ კამარების რაობაზე ჩვენ უკვე გქონდა ლაპარაკი, როდესაც ბიზანტიურ ხელნაწერებზე ლაპარაკობდით ჩვენ ერთ-ერთ ლექციაზე. განსხვავებით აი წინარე მინიატიურებისგან სრულიად სხვაგვარ მიდგომას, განსხვავებულ ილუმინირების პრინციპს გვიჩვენებს უტრეხტის ფსალმუნად ცნობილი ხელნაწერი. თავისთავად ცხადია, რომ ფსალმუნის ტექსტია მინიატიურები. წარმოგვიდგენენ ფსალმუნის ტექსტის ილუსტრაციებს. სტილური თვალსაზრისით მკვლევარები განასხვავებენ სხვადასხვა სტილს, 8 ოსტატის ხელს გამოარჩევენ და ესეთი საინტერესო კოლექტიური ნაშრომია. ხედავთ სხვადასხვა სახის მინიატიურები ამკობს ამ ხელნაწერს. მათ შორის არის როგორც მთელ გვერდზე განლაგებული კომპოზიციები, ასევე ტექსტში ჩართული უფრო მცირე ზომის მინიატიურები. თითქოს აი გრაფიკული, ძალიან ექსპრესიული, სწრაფი ხელით, ესე ჩანახატების სახით არის წარმოდგენილი ეს კომპოზიციები. მოდით ახლა შევხედოთ ძალიან კონკრეტული ფსალმუნის ილუსტრაცია, 27 ფსალმუნია. ხედავთ ახლა თქვენ ტექსტს. ეს სწორედ მღვიმეში შთასულები არის აი აქ გამოსახული. ნახეთ როგორი პანორამული პეიზაჟია, მთაგორიანი. ძალიან ოსტატურად არის კომპოზიცია განლაგებული. არ დაგვაუწყესო ლაპარაკია ძალიან მცირე ზომის მინიატიურულ გამოსახულებებზე. მარცხნივ ხედავთ გამოსახული არის ორქანობიანი გადახურვიანი ტაძარი, საკურთხეველია მის შიგნით და გარეთ დგას მეფე და ესეთი საჩtildeობელი ქოლგასავით უჭირავთ მის თავზე მისი ამალის ერთ-ერთ წარმომადგენელს. სწორედ ამ ატრიბუტის მეშვეობით მეცნიერები ფიქრობენ, რომ ანგლო-საქსონური წრის, მხატვრული წრის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო ამ ფსალმუნის მხატვარი. კიდევ შევხედოთ ერთ-ერთ მინიატიურას, ეს არის კარლოს დიდის შვილის, მეცის ეპისკოპოსის დროგოს კუთვნილი ლოცვათა კრებული, საკრამენტარიუმის სახელად ცნობილი, 850 წელს სასახლის სკრიპტორიუმშია შექმნილი. ჩვენ ამაღლებაზე ბიზანტიურ ხელოვნების განხილვისას ვილაპარაკეთ, გახსოვთ ალბათ
ერთ-ერთი ადრეული სახარება, რაბულას სახარება მე-6 საუკუნის ჩtildeოეთ სირიაში შექმნილი სახარება, იქ სწორედ ამ კომპოზიციაზე ვილაპარაკეთ, ორიარუსიან კომპოზიციაზე. აქ ამაღლება ძალიან თავისებურად არის, განსხვავებულია კანონიკური ბიზანტიური სქემისგან. ნახეთ, მთაზე მაცხოვარი დიაგონალური კომპოზიცია და ზეციდან გარდამოსული მამა ღმერთის მარჯვენა როგორ აღამაღლებს, როგორ აყავს მაცხოვარი ზეცად. ეს საზედაო ასოა და ამ საზედაო ასოში როგორ ოსტატურად არის ჩაწერილი, მორგებული ეს მინიატურული კომპოზიცია. ხელნაწერთა მინიატურების განხილვა მინდა დავასრულო წმინდა მარკოზის გამოსახულებით რეიმსის არქიეპისკოპოსის ებოს სახარებიდან 830 წელს არის შექმნილი ეს ხელნაწერი, რაც აქამდე ვნახეთ გარკვეულწილად გავს კიდევაც და განსხვავდება იმავდროულად ეს ძალიან თვითყოფადი ფერწერული ხელწერის მხატვარი ხედავთ ტრადიციულად დამჯდარი სახარების წერისას არის מחარებელი გადმოცემული, მაგრამ მთელი კომპოზიცია რაღაცა ჭვრეტელობისა და ჰარმონიულობის მაგივრად ძალიან აჟიტირებული ნახატია, მთლიანად კომპოზიცია არის ძალიან ენერგიული, თითქოს ყველაფერიო ვიბრირებსო, ძალიან მოკლე, დინამიური მონასმებით არის, აი თითქოს ესეთი გრაფიკული ფერწერა, თუ შეიძლება ითქვას. მიაქციეთ ყურადღება, გნებავთ მცენარეები, გნებავთ מחარებლის გამომეტყველება, თმა, ყველაფერი არაჩვეულებრივ რაღაცა შინაგანი ენერგიით, მგზნებარებით არის გამსჭვალული. ნახეთ, როგორი ყურადღებით უყურებს მზედა კუთხეში ანგელოს, თითქოს აი უფლის სიტყვას ძალიან დაკვირვებულად უსმენს, ცოტა დისპროპორციულია ხელები, ამ დისპროპორციაზე ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, ანუ ეს არის ძალიან შეგნებული, ესეთი აქცენტირებული ჟესტი, იმიტომ რომ სწორედ სახარების გადაწერა არის მთავარი מחარებლისთვის. ამ მინიატურის თვითყოფადობა განსაკუთრებით აშკარაა მე-13 საუკუნის იტალიაში შექმნილი ბიზანტიური მინიატურული ფერწერის გავლენით. ეს მინიატურა ხედავთ აქაც מחარებელია, მაგრამ რამდენად უფრო ჰარმონიულია, რამდენად უფრო გაყინულია, ესეთ კანონიკური სახე აქვს. მარცხენა მინიატურას, მაშინ როდესაც ებოს სახარება სრულიად ორიგინალური მხატვრული გადაწყვეტით, ორიგინალური ხელწერით გამოირჩევა. იმისათვის, რომ საბოლოოდ შევაჯამოთ ის, რაზეც ქონდა ლაპარაკი ამ ლექციაზე, მინდა შემოგთავაზოთ ორი სრულიად განსხვავებული მხატვრული ტრადიციის მიმდევარი მხატვრის მიერ შექმნილი ნაწარმოები. ერთი არის კელსის წიგნის ქრისტე, ხოლო მეორე გამოსახულება, ეს თქვენთვის კარგად ნაცნობი, მე-6 საუკუნის სინისთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის ენკაუსტიკური ტექნიკით შესრულებული ქრისტე ყოვლისპურობის გამოსახულებაა. კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, რაც ვთქვით, აქაც მე მგონი საკმაოდ თვალსაჩინოდ ჩანს ბიზანტიური მხატვრული კულტურა, თავისი ილუზიონისტური პრინციპებით, კლასიკური კულტურიდან მომდინარე ფერწერული ფორმად განცდის გრძნობელობით და სრულიად განსხვავებული, აი ყველაფერი ზემოთქმულის, უარმყოფელი ბრტყელი ფორმები, დეკორატიული პრინციპი, პირობითობა, სქემატიზაცია, მაგრამ იმავდროულად ორივე მხატვარი თავისებურად განიცდის ქრისტიანულ თემატიკას, თავისებურად გადმოგცემს თავის ღვთისმოსაობას, თავის ქრისტიანულ რელიგიურ შეგრძნებას. შემდგომი ლექციის სასემინარო დავალება სწორედ იქნება ამ ორი განსხვავებული მხატვრულ კულტურას მიკუთვნებული ნაწარმოების შედარება. თუ შეიძლება შეადარეთ შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი მინიატურა ბიზანტიურ ან ხატწერის, ან მოზაიკური მხატვრობის, ან ფრესკულ რომელიმე კომპოზიციას.